მოდი ვიპოვოთ რადიუსი, თუ გვაქვს მოცემული მხოლოდ წრეწირის სიგრძე. ესე იგი, თქვათ მოცემული გვაქვს, რომ წრეწირის სიგრძეა წრეწირის სიგრძეა 59π და გვაინტერესებს რადიუსი. იგი მოდი დავხაზოთ უცებ რამე წრე. მოდი ესე გავაკეთებ, ბევრი რომ არ ვხატო და არ ვაფუჭო, წაუწრევებს ცოტა ვალური არ აუშავს. და ვთქვათ რადიუსი გვაქვს რაღაცა ერი, არ ვიცით რა არის რადიუსი. რადიუსი არის რაღაცა ერი. მე ვიცი რომ წრეწირის სიგრძე, ანუ c-ი აღნიშნავენ ხოლმე ხშირად, არის 2π გამრავლებული r-ზე. სადაც π რა არის? π არის უბრალოდ წრეწირის სიგრძის შეფარდება მის დიამეტრთან. თვითონ π განმარტების თანახმად არის წრეწირის სიგრძე გაყოფილი მის დიამეტრზე. ანუ წრეწირის სიგრძე გაყოფილი 2-ჯერ r-ზე. ანუ პრაქტიკულად გამოდის რომ π-ის ვამრავლებ დიამეტრზე, ანუ 2-ჯერ r-ზე. ნუ ხო, ყოველ შემთხვევაში ეს ცოტა შინაარსობრივად რომ შევხედოთ და ამოცანა რომ ამოვხსნათ 59π ტოლი არის 2πr-ის. ანუ 2-ჯერ πr-ის, სადაც ნუ π არის უბრალოდ რიცხვი, ანუ მუდმივი რიცხვი და r არის აი ამისი რადიუსი, აი ეს. ახლა თუ მინდა რომ გავიგო r რისი ტოლია, ორივე მხარეს გავყოფ მოდი 2π-ზე, ამასაც გავყოფ 2π-ზე, მაშინ აქეთ დამრჩება r და აქეთ ამ მხარეს დამრჩება 59.9 და π აღარ იქნება, ხო? იმიტომ რომ π π-სთან გავათილდება. ესე იგი დამრჩება 59.9, რაც პრინციპში შემიძლია დავწერო რომ არის 24.5. მოდი სხვა მაგალითიც გავაკეთოთ, თქვათ c უდრის 1600π-ს. ანუ მოცემული მაქვს წრეწირი, რომლის სიგრძე არის 1600π. მაშინ რისი ტოლი არის დიამეტრი? რა არის დიამეტრი? გავიხსენოთ ისე რომ c არის 2πr, რაც იგივეა რაც π გამრავლებული 2-ჯერ r-ზე, ანუ იგივეა რაც π გამრავლებული უბრალოდ d-ზე, ანუ დიამეტრზე. 2 არის დიამეტრი. ამიტომ მე თუ მაინტერესებს წრეწირის დიამეტრი რა იქნება, რომელიც სიგრძეა 1600π. ასეთ რამეს ვიზამ. 1600π, ანუ წრეწირის სიგრძე იგივეა რაც π გამრავლებული დიამეტრზე ამ წრეწირის. და მაშინ გამოვა რომ π-ები უბრალოდ შეგვიძლია შევკოცოთ, ორივე მხარეს რომ გავყოთ π-ზე და დაგვრჩება რომ დიამეტრი არის ტოლი 1600, რავი, ერთეულის. რა ერთეულიც იქნება იმ ერთეულის.